მამლუქების სიაში ან უკიდურეს შემთხვევაში სომხებში, ვინაიდან რუსტამის აზრით სომხებიც აგრეთვე იყვნენ კაი მეომრები. ის მონაწილეობდა პირამიდის ბრძოლაში ნაპოლეონის წინააღმდეგ. მაგრამ როდესაც ნაპოლეონი გადაწყვიტა პარიზში დაბრუნება, მან გადაწყვიტა ორი მამლუქის წაყვანა. და ქართველმა მამლუქებმა შესთავაზეს ორი ქართველი, რუსტამი და ალი. რუსტამი იყო წარდგენილი სახელით თურქ, მაგრამ ნაპოლეონმა განაცხადა, რომ მისი ნამდვილი სახელი გამოიყენებია და რუსტამი იყო ცნობილი გახდა რუსტამი როგორც რუსტამი. და ნაპოლეონის ბრძანება იყო, რომ მას უნდა დაეძინა კარებთან და ყოფილიყო ცველი. ალი ნაკლებად წარმატებული იყო, ის ჟოზეფინასთან ფონტაბლოში იყო წარდგენილი, მაგრამ ბრალი დაძდეს ცუდი ხასიათი აქვს და სამსახურიდან მოხსნეს, ასე ვთქვათ. რუსტამი კი იმპერატორს ყველა ბრძოლაში რუსეთში, პოლონეთში, იტალიაში, პრუსიაში ყველგან ერთად ნაპოლეონის გვერდზე იყო. ერთხელ როდესაც ის თხოვლოდა ფრანგულ გოგოს, პირადად ნაპოლეონი ჩაერია და მისცა ნებართვა, ვინაიდან მოსამართლე და პასტორი უარსაბობდნენ მის ქორწინებას, ვინაიდან არ სჯეროდა, როდესაც როსტომი ამბობდა, რომ მე ქართველი ვარ და ყველა ქართველი ქრისტიანი. ტილზიტში მოლაპარაკების დროს რუსული მეფე იყო შტაბ-ბიჭდილების ქვეშ, როდესაც ნაპოლეონმა მოაწყო გვარდიის და მამლუქების პარადი და შემდეგ უკვე ქეიფის დროს ნაპოლეონმა უთხრა ალექსანდრს, რუსტამ, თქვენი შემდგომი შეიძლება ყოფილიყო მეფეს გაუკვირდა. კი, თქვა ნაპოლეონმა, ის საქართველოსდან და ქართველები თქვენი ქვეშემდგომები არიან. საბოლოოდ რესტავრაციის შემდეგ რუსტამმა ყველა პოზიცია დაგადგა და ჩვეულებრივად გადაეცვალა თავის ფრანგული ცოლის ოჯახში. საინტერესოა და ცნობილია შვილიშვილის ამბავი ნაპოლეონის გენერალის და ნეაპოლიტანის მეფის იოახიმ მიურატის და ნაპოლეონის დის კაროლინის შვილიშვილი. შვილი იყო დიდი აღმოსავლეთის საფრანგეთის მასონური ლოჟის გრანდ დიდი მასტერი და მათი შვილი, ანუ ესე იგი ნაპოლეონის გენერალის შვილიშვილი იყო პრინც ჩარლ ლუი ნაპოლეონ ახიელ მიურატ, რომელიც მეჯლისზე პარიზში მეგრელი პრინცესა სალომე დადიანი გაიცნო და შეუყვარდნენ ერთმანეთს და დაქორწინდნენ. სალომე დადიანი იყო სამეგრელოს ეკატერინე ჭავჭავაძის მფლობელის შვილი და იყო ნინო ჭავჭავაძე. შესაბამისად, სრულიად შესაძლებელი იყო, რომ ალექსანდრე გრიბოედოვი ცოცხალი რო ყოფილიყო, გამხდარიყო ნაპოლეონის ნათესავი. და აი ასე მოხდა, მიურატი რაღაც ეტაპზე გადაწყვიტა თავის მეუღლესთან ჩამოსულიყო. ეს არის მისი მამა, მასტერი გრანდ ორიენტ ოფ ფრანს, მასონური ლოჟის და ეს არის თვითონ ნაპოლეონის შვილიშვილი, რომელმაც სალომე დადიანი, პრინცესა სალომე დადიანი ცოლად მოიყვანა. აი ეს არის პრინცესა, აი ამ სახლში გააგრძელა თავის სიცოცხლე. და სადაც ეხლაც არის დადიანების მუზეუმი და ნაპოლეონის მასკი. და ბოლოს პატარა ისტორია, რაც შეემთხვა ფრანგ ნაპოლეონის გენერალს ფრანსუა ფოლტიე დე ორმე, რომელიც გადაეცვალა 1803 წელს გახდა საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი და მაგრამ ბავარიაში 5 წელს ადრე გარდაიცვალა და ნაკლებად ცნობილია. და მიუხედავად მისი სახელი არის ტრიუმფალურ თაღზე პარიზში, მაგრამ და ჩვენთვის საინტერესოა ის იმით, რომ როდესაც ეგვიპტეში იყო 20 წლისას, იქ შეხვდა აღმოსავლური ლამაზმანი, ეს იყო ქართული მონა მარიამი, ვინაიდან ეს ფრანგები სულ ურთიერთობდნენ ქართველ მამლუქებთან, ქართველი მამლუქები ქართველ მონებთან
და ასე შემდეგ და იქ შეხვდა მარიამი, რომელიც თბილისში იყო დაბადებული და ჩამოყვანილი ეგვიპტეში, შეუყვარდა ერთმანეთს და მართლმადიდებელ ეკლესიაში კაიროში დაქორწინა. როცა დაბრუნეს სამშობლოში, გენერალმა ჩამოიყვანა თავის მეუღლე, რომელიც ძალიან კარგად იყო მიღებული საფრანგეთში, მაგრამ გენერლის სიკვდილის შემდეგ მფლობელობაში ამ ახალგაზრდა გოგოს დარჩა უზარმაზარი ქონება მესში და გენერალის პენსია. გენერლის ოჯახი, რა თქმა უნდა, სასამართლოში შევიდა საჩივრით, რომ ეს ქორწილი საზოგადოებრივ გაურკვეველ ეკლესიაში არ შეიძლება ყოფილიყო ლეგალური და შესაბამისად უნდოდა ქონების გადანაწილება. ეს შემთხვევა განხილვა გრძელებოდა მრავალი წელი და ფრანგული სასამართლო სისტემის დადებითად შეიძლება აღინიშნოს, რომ 1814 წელს ეს გაიარა ყველა ინსტანცია და ბოლოს და ბოლოს ეს ყველასთვის უცნობი ქართველის გოგოს უფლება იყო აღიარებული, ვინაიდან ქორწილი საზოგადოებრივ, რომელიც ჩატარებულია იმ ქვეყნის კანონების შესაბამისად, ეს ქორწილი უნდა ჩაითვალა, რომ უნდა იყოს ჩათვლილი ლეგალური, ასევე საფრანგეთშიც. ამის შემდეგ მარიამი საფრანგეთში 31 წელი იცხოვრა, მეორეჯერ გათხოვდა, გარდაიცვალა 1855 წელს და ეს ლეგალური პრეცედენტი შეყვანილია ყველა საფრანგეთის იურისპრუდენციის სახელმძღვანელოში. ასე დამთავრდა ქართველი მამლუქების ისტორია ეგვიპტეში.